მადლობთ მოწვევისთვის. პირველ რიგში დღეს 35 წელი არის ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს თავდაცვის ძალების დაარსებისგან და მათ დღეს აღნიშნავ და მინდა რომ მიულოცო ყველას, ვინც მსახურობს საკუთარი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მინდა რომ ჩვენი დაღუპული გმირების ოჯახებს მიულოცო დღევანდელი დღე და აქვე მინდა აღნიშნო, რომ სწორედ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასული აი ამ 35 წლის მანძილზე უზარმაზარი წვლილი შეიტანა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიერ თავდაცვის შესაძლებლობების შექმნაში და განვითარებაში. გარდა სხვა ბევრი მიმართულებით ჩვენი სახელმწიფოს დახმარებისა და ამიტომ ცხადია ჩვენ როდესაც საუბრობდით იმაზე, რომ საქართველოს სახელმწიფოს დასუსტება სტრატეგიული ურთიერთობების დაკარგვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მათ შორის გულისხმობდით სწორედ იმას, რომ ამ ქვეყნის დახმარებით და ხელშეწყობით ჩვენ შევქმნით არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის და მათთან თანამშრომლობა, სტრატეგიული თანამშრომლობა ჩვენთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ეხლა ეს სტრატეგიული თანამშრომლობა გაუქმდა ერთადერთი მიზეზით. ეს მიზეზი არის ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოებული პოლიტიკა. საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ სტრატეგიული ურთიერთობების გაუქმება მოყვა სწორედ ივანიშვილის გადაწყვეტილებას, რომ მიეღო ეგრეთ წოდებული აგენტების, ასე ვთქვათ, შესახებ კანონი და სხვა შემზღუდავი კანონმდებლობა და საქართველოში და გაეუქმებინა საქართველოს ევროპული დღის წესრიგით სიარულის, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა. ეხლა თავისთავად ის, რომ ეს ურთიერთობები გაყინული არის, წლებია უკვე გავიდა ამასობაში რამდენიმე წელიწადი, საქართველოსთვის არაფრის მომცემი ცხადი არ არის, ჩვენ გვჭირდება საქართველოს მათ შორის დღევანდელი ხელისუფლების პირობებში აქტიური პოლიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში აღდგეს რამდენიმე რამ, ხო, რაც უნდა აღდგეს, ერთი ეს არის დემოკრატიული პრინციპები, მეორე ეს არის ევროპული განვითარების მიმართულება და სტრატეგიული ურთიერთობები ჩვენს მთავარ ერთ-ერთ მოკავშირესთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. რაც შეეხება თქვენ კი თქვით, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის გამო, თუმცა არ გეთანხმებათ შალვა პაპუაშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოს არ მიუძღვის ბრალი იმაში, რომ ამერიკასთან ჩვენი დღევანდელი ურთიერთობები მიუღებელ დონეზეა და ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას უნდა მოეთხოვოს ამაზე პასუხი, ისე როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვისმენთ განცხადებას, რომ ქართულ ოცნებას კი სურს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაგრამ ამავე დროს თბილისს აქვს კონკრეტული ასე ვთქვათ, კრიტერიუმები, რის შესახებაც ვაშინგტონი ინფორმირებულია. ეს კრიტიკული, უბრალოდ კრიტერიუმები ეხება, როგორც მართლ გუნდში ვისმენთ განმარტებას იმას, რომ თანაბრად იქნას გათვალისწინებული ორივე ქვეყნის ინტერესები, ორი ქვეყნის ურთიერთობებში და ამავე დროს დაცული იქნას ჩვენი ქვეყნების თანაბარ უფლებიანობის პრინციპიც. ანუ ეს ჩვეულებრივი წყვილებია. ნიშნავს თუ არა იმას, რომ ქართულ ოცნებას შესაძლოა იქით კონდეს, ასე ვთქვათ, წინაპირობები ვაშინგტონთან. რა თქმა უნდა, ამას არაფერი საერთო არ აქვს არც ქართველი ხალხის ინტერესთან და არც ჩვენი სახელმწიფოს ინტერესთან. პაპუაშვილი, ბოჭორიშვილი, სხვა ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული ქვეშევრდომები, რომლებიც არ წარმოადგენენ ქართველი ხალხის ინტერესებს, არ ემსახურებიან სახელმწიფო ინტერესებს, ისინი ასრულებენ იმ დავალებას, რასაც მათი პატრონი ბიძინა ივანიშვილი აძლევს. და ესეთი დავალება მათ აქვთ მიღებული და ეს დავალება არის ერთადერთი ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში. ივანიშვილს უნდა რომ მოიხსნას სანქცია, რომელიც დაწესებული აქვს მას რუსული ინტერესების გატარებისთვის ჩვენს სახელმწიფოში. ეს არის მისი ერთადერთი, ასე ვთქვათ, დარდი და ვარამი, რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, იმიტომ რომ მსგავსი სანქცია უქმნის როგორც ჩანს გარკვეულ პრობლემებს. ამას არაფერი არ აქვს საერთო საქართველოს ინტერესებთან, არც ქართველი ხალხის ინტერესებთან და არც სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენასთან ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ურთიერთობებს რაც შეეხება. აქ არის კონკრეტული პირის ინტერესები და ამ პირის ინტერესებს იცავს მთელი ეგრეთ წოდებული სახელმწიფო აპარატი, იმიტომ რომ მიტაცებული სახელმწიფოს პირობებში ჩვენ არ გვყავს დღეს არც მთავრობა, არც პარლამენტი, არც არანაირი სხვა სახელისუფლებო რგოლი, რომელიც იცავს ხალხის და ქვეყნის ინტერესებს და ივანიშვილის დაკვეთა სწორედ ეს არის,
რომელსაც ფუთავენ რაღაცა ბევრი ტყუილებით და ტყუილი პროპაგანდით, ქართული ოცნება საერთოდ ტყუილების პროპაგანდისტული მანქანაა ფაქტიურად. როგორი ტყუილიც არის მაგალითად არ ვიცი ის, რომ ფასების კომისიას შექმნიან და ამითი ფასებს დაწევენ და ცხოვრება გაძვირდა ადამიანებისთვის. როგორი ტყუილიც არის კვაბახიძის მიერ სამარცხვინოდ გაცხადებული რაღაცა აბსურდული ფასები, რომ თურმე ათლარად ადამიანი ხორცს იყიდეს ამ ქვეყანაში, ასეთივე ტყუილი არის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ყველაფერი, რასაც ლაპარაკობს პაპუაშვილი, ბოჭორიშვილი და სხვები. ანუ კრიტერიუმები აქვთ მართლაც, დიახ, რა უნდათ ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ოღონდ არ უკავშირდება სახელმწიფო ინტერესებს. ამერიკის საელჩო ჯერ არაფერს ამბობს, თუმცა აი მაკა ბოჭორიშვილი უკვე ადასტურებს, რომ სწორედ მაისში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი განხორციელდება, დეტალები უცნობია, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით თბილისში ჩამოვა სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოლტერი. საქართველოს უფრო მაღალი რანგის სტუმრებს არის მიჩვეული ამერიკიდან ჩვენს ქვეყანაში ყოფილა პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი, თუმცა დღევანდელი ვითარების ფონზე სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ჩამოსვლა როგორ უნდა შეფასდეს. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ რა შეფასებებიც არ უნდა ისმოდეს ოპოზიციაში, ქართული ოცნების ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობამ მაინც შემოbrunება დაიწყო უკეთესობის. არა, ძალიან მარტივია. პირველ რიგში შეგიძლიათ შეხედოთ პროფილს ამ ადამიანის, რითი არის ის დაკავებული, რა თემებზე მუშაობს კონკრეტულად. ეს არის ადამიანის უფლებების და დემოკრატიის გამოწვევები. ისევე როგორც ევროკავშირმა შესთავაზა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, რომ გაიმართოს ევროკავშირთან დიალოგი, გაიმართოს ადამიანის უფლებების დაცვის, ასე ვთქვათ, საკითხთან დაკავშირებით, ასევე დღეს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, საინტერესოა, რომ გადაწყვეტილებას იღებს, რომ სწორედ ადამიანის უფლებების დარგზე მომუშავე, ასე ვთქვათ, შესაბამისი ძალიან შეიძლება არ არის ეს ძალიან მაღალი რანგის, ასე ვთქვათ, წარმომადგენლობა, მაგრამ მიმართულება არის გასაგები, რაც არის. რას ნიშნავს ქავატო სალომე, ამაზეც მინდა ვისაუბროთ და ეს თემაც გავშალოთ, მით უფრო რომ მედიაში არსებული ინფორმაციით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი შეხვდება არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს, არამედ შეხვედრას გამართავს ოპოზიციური სპექტრის ხელმძღვანელობასთანაც. აი რა იქნება, აქვე კითხავთ ამ ადამიანისთვის უშუალოდ ლელოს თქვათ სათქმელი და ის მესიჯები, რომელსაც გაატანთ და დააბარებთ ვაშინგტონში. ჩვენი კომუნიკაცია არასდროს არ არის განსხვავებული დახურულ კარს მიღმა იმისგან, რასაც ჩვენ ვამბობთ საჯაროდ. რა სჭირდება საქართველოს, ხო? იმიტომ რომ ჩვენ რასაც ვესაუბრებით ქართულ ხალხს და როგორც ვაცნობთ ჩვენ ხედვას, რა არის საჭირო, რომ ქვეყანა გამოვიდეს კრიზისიდან, იგივეს უზიარებთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს. ეს არის ჩვენს ქვეყანაში ბელარუსიზაციის პროცესის შეწყვეტა ამ ქვეყნის. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ყველას მიმართ, მათ შორის არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ მედიის წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა გაუქმებას იმ დრაკონული კანონმდებლობის, რომელმაც ჩვენ საზოგადოებაში ფაქტიურად გადაწყვიტა, რომ ავტოკრატიული რეჟიმი გაამყაროს და ამოქოლოს ყველანაირი დამოუკიდებელი სივრცეების მედიაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყველანაირი დამოუკიდებელი სივრცეები ამოქოლოს კანონმდებლობის გზით და შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და სხვადასხვა აღარ ჩამოვთვლი, გრძელი ჩამონათვალია. ეს რეპრესიული კანონები უნდა გაუქმდეს და საქართველოს უნდა დაიწყოს მზადება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად, იმიტომ რომ კრიზისი, რომელიც დღეს ქვეყანაში არის შექმნილი არის ერთადერთი მიზეზით, რომ დღეს ქვეყანაში ძალაუფლება აქვს მიტაცებული დაჯგუფებას, რომელსაც არ აქვს მიღებული დემოკრატიული არჩევნების გზით ქვეყნის მართვის მანდატი. აი ეს არის ის ანომალია, რომელიც უნდა აღმოიფხვრას ქვეყანაში, რომ საქართველოში მოხდეს სტაბილიზაცია ვითარების, იმიტომ რომ სტაბილიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაასრულეთ და ჩაგიგეთ. ანუ მე შემიძლია გითხრათ, რომ სტაბილიზაცია საქართველოში ვითარების, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორებისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ევროპაშიც,
და ეს შესაძლებელი არის მხოლოდ დემოკრატიული პროცესის აღდგენის გზით. ანუ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის გამოგზავნა, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებების საკითხებზე, ეს ნიშნავს იმას, რომ შეერთებული შტატები არა მხოლოდ რეგიონალურ ჭრილში უყურებს და განიხილავს თქვა საქართველოს როლს, არამედ ის ინტერესდება საქართველოში მიმდინარე პროცესებით, უშუალოდ შიდა პროცესებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს და მათ შორის მედიის თავისუფლების შეზღუდვა ახსენეთ დღეს და აი ორგანიზაცია რეპორტიორების საზღვრების გარეშე გამოაქვეყნა დღეს სოფლიოში მედიის თავისუფლების 2026 წლის ინდექსი და შესაბამისი რიცხვების შესახებაც უთხრათ მაყურებლებს. მძიმე ჩანაწერები გვხვდება ამ ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით. მხოლოდ ბოლო 1 წელიწადში ჩვენმა ქვეყანამ რეიტინგში 21 ადგილით დაიხია უკან და მსოფლიოში 135 ადგილს იკავებს, ხოლო ბოლო წლებში საერთოდ გვაქვს 75 ადგილით უკუსვლა. აი თავის მხრივ ეს რიცხვები რას ამბობს და რამდენად საგანგაშოა ეს ვფიქრობ, არის ობიექტური რეალობის ასახვა, იმ რეალობის, რომელშიც სამწუხაროდ საქართველო მოექცა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, შანსი იმისი, რომ ჩვენ გავიდეთ სამშვიდობოს, აღმოჩნდეთ დაცული ევროპული სივრცის ნაწილი, ეს არის ერთადერთი შანსი ჩვენი არის, რომ წავიდეთ დემოკრატიული განვითარების გზით, ხო? ანუ ვიყოთ იმ ღირებულებების მატარებელი, რომელიც აქვს დასავლურ სამყაროს და აქედან რო გადაუხვია ამ ხელისუფლებამ, როდესაც გაუქმა ქართულ ხალხს მთავარი უფლება, რასაც კონსტიტუცია აძლევს, რომ საკუთარი თავისუფალი არჩევანით აირჩიოს ის გუნდი, რომელმაც უნდა მართოს მისი ქვეყანა, შემდეგ ამას უკვე მოყვა, ასე ვთქვათ, აი ამ ძალაუფლების შენარჩუნებას კონსტიტუციის საწინააღმდეგო გზით მოყვა უკვე ყველა სხვა რეპრესია, ხო? იმიტომ რომ ანომალია, კიდევ ერთხელ ვამბობ, დესტაბილიზაციის წყარო ამ ქვეყანაში არ არის არაფერი სხვა, თუ არა მართველი დღევანდელი გუნდის მიერ საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა ორჯერ. ერთხელ, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს წაართვეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების უფლება, მეორე, როდესაც ჩვენი კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ საქართველო აღარ აპირებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას 2028 წლამდე, ანუ ფაქტიურად გააუქმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ამიტომ მარტივად ვიტყვი, სტაბილიზაცია ჩვენი თქვენ მკითხათ რა არის ჩვენი გზავნილი გარე სამყაროსთვის. ჩვენი გზავნილი გარე სამყაროსთვის არის თავარი, რომ უნდა ქვეყანაში აღდგეს კონსტიტუციური მართლწესრიგი, დემოკრატიული განვითარების გზა და სტაბილიზაცია მოხდება სწორედ ამის შედეგად. ამასთან ერთად ცხადია, არსებობს კიდე სხვა ინტერესები ამ ქვეყნის, მათ შორის ეკონომიკური, ხო? იმიტომ რომ რამდენი ასე ვთქვათ, მართული სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ციფრებიც არ უნდა შეაჩეჩონ ქართულ ხალხს, მართლმა გუნდმა, რომ საქართველოს ეკონომიკა ვითარდება და იზრდება და აყვავებულია, ჩვენ ყველა ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში და საქართველოს მოქალაქეები თავად ხედავენ იმ უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც დააწვა უზარმაზარი ფასების სახით საქართველოს თითოეულ ოჯახს, ხო? ეხლა როდესაც ოცნების მთავარი პროპაგანდისტი, ვინც არის ბატონი რუხაძე, მთავარი პროპაგანდისტი და ბურჯი საყრდანი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მისი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან გამოდის და ძალიან გულწრფელად ამბობს, რომ ქვეყანაში არანაირი უცხოური ინვესტიცია არ შემოდის და ამ ქვეყანას არ აქვს არანაირი სხვა რესურსი, რომ უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდა და განვითარება, იმიტომ რომ არ გვაქვს სამწუხაროდ ჩვენ არც ნავთობი, არც გაზი, არც სხვა რაიმე ბუნებრივი რესურსები, რომლის ხარჯზე შეიძლება განვითარდეს ქვეყანა. ამ ქვეყანაში განვითარება ეკონომიკური არის შეუძლებელი დიდი რაოდენობით უცხოური პირდაპირ ინვესტიციების გარეშე. და მე ხო არ მithქვამს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ივანიშვილის მარჯვენა ხელი და პროპაგანდისტი ამბობს, რომ ქვეყანაში არანაირი უცხოური ინვესტიცია არ შემოდის. ინვესტორი არის ინგლისი, მაგრამ ინგლისელი ინვესტორი თვალით არ მინახავს. მეორე ადგილზეა ნიდერლანდები, თუმცა ჰოლანდიელი ინვესტორიც აქ არავის უნახავს. ეს მოკლე ამონარიდი ირაკლი რუხაძის განცხადებიდან. აი თქვენ ევროინტეგრაციის შეჩერებული პროცესი ახსენეთ და რეალურად ეს არის ჩვენი დღევანდელობა და ამ კონტექსტში მინდა რომ ცოტა დრო ბრიუსელთან უშუალოდ ბრიუსელთან ურთიერთობასაც დავუთმოთ, ვით უფრო რომ აი მაკა ბოჭორიშვილი ევროპული ინსტიტუტების ხელმძღვანელებს ერთი მხრივ ისევ საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარში ადანაშაულებს, თუმცა მეორე მხრივ სთავაზობს, რომ
სადაც არსებული უთანხმოება დიალოგის გზით გადაიჭრას. ბოჭორიშვილი ფიქრობს იმასაც, რომ ევროკავშირის სახელმწიფოთა მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მიმართ არსებული მიდგომების უსამართლობას აცნობიერებს. აი, რამდენად არსებობს ეს მინდა გკითხოთ და რომლებია, თქვა, რომლები შეიძლება იყოს ის ქვეყნები, არ ვიცი, ვისაც გონია, რომ ქართული ოცნების მიმართ ბრიუსელის დამოკიდებულება არის უსამართლო და ახლა როცა ვიქტორ ორბანი აღარ არის, ვინ დარჩა ქართულ ოცნებას მოკავშირე ევროპაში ბრიუსელის წინააღმდეგ. სამწუხაროდ ქალბატონი ბოჭორიშვილი რითაც არის დაკავებული, ეს არის ერთადერთი, ეს არის ტყუილების ტირაჟირება, ის არის ჩვეულებრივი ქართული ოცნების და რუსეთის პროპაგანდისტად არის ჩამოყალიბებული, ის არ არის ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს კი არ ლობირებს, არამედ ტელევიზიით პროპაგანდისტული არხების მეშვეობით ცდილობს ქართული ხალხის მოტყუებას. ეს არის მისი ერთადერთი დანიშნულება დღეს სამწუხაროდ. და ესეც არის ტყუილი, ამაზე ვიტყვი აუცილებლად, მაგრამ სანამ მაგ თემაზე გადავალ, მინდა რომ ერთი თემა დავხურო, რომელიც მინდოდა რომ ეხსენებინა ინვესტიციების კონტექსტში და ეს არის ანაკლიის სპორტის თემა, იმიტომ რომ ამერიკის კონტექსტში ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ხელშესახებ რაღაც მიღწევებზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თქვენ იცით, რომ ჩვენი პოზიციაა, რომ ანაკლიის სპორტი აუცილებლად უნდა აშენდეს, მათ შორის ამერიკის თანამონაწილეობით და ამერიკული ინვესტიციების თანამონაწილეობით და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროექტიც არის აბსოლუტურად, ფაქტიურად გაუქმებული ამ ხელისუფლების მიერ, იმის ნაცვლად, რომ მაგალითად ამას ლობირებდნენ. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არა ადამიანის უფლებები, მაგრამ აი აინტერესებთ დავუშვათ რაღაც ისეთი თემები, როგორიც არის სატრანზიტო შესაძლებლობების განვითარება ქვეყნის, იმიტომ რომ ეს არის ხელისუფლება, რომელმაც გაანადგურა ანაკლიის სპორტის პროექტი და ვერაფერს ვერ ხედავთ ჩვენ, რაც დაგვაჯერებს იმას, რომ დღეს ვცდილობენ ამ პროექტის აღორძინებას და ეს თავისთავად კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ აბსოლუტური ტყუილია ყველაფერი, რასაც ესენ საუბრობენ, მათ შორის სატრანზიტო შესაძლებლობებთან და ინვესტიციებთან და სხვადასხვა. რაც შეეხება ევროკავშირს, მე შემიძლია ერთი რამ გითხრათ. აბსოლუტურად მე გასული კვირა გავატარე ბრიუსელში, შეხვედრა მქონდა ყველასთან, ვინც კი მუშაობს საქართველოს საკითხებზე, იმიტომ რომ განსხვავებით ბოჭორიშვილისგან, მისი წარმომადგენლისგან, რომელსაც დღეს ელჩი ქვია ბრიუსელში, რომელსაც არავინ არ ხვდება არც ერთს და არც მეორეს და ბოლოს როდის ჰქონდათ დერეფანში ვინმეს თუ არ დაიჯერენ და ხელსა ჩამოართვევენ, შეხვედრა გაურკვეველია და ჩვენ ელჩს საერთოდ არავინ არ ელაპარაკება ბრიუსელში, მათგან განსხვავებით ჩვენ გვხვდებიან და გვესაუბრებიან და ძალიან კარგად ვართ ინფორმირებული ყველა პოზიციაზე, რაც დღეს ევროკავშირში არსებობს. აბსოლუტური კონსენსუსია ევროკავშირის ყველა ქვეყანას შორის, რომ იმისთვის, რომ საქართველოსთან დაიწყოს რაიმე ტიპის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, დიალოგი, აუცილებელია, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები და ეს ნაბიჯები უკავშირდება სწორედ იმ რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას, რომელიც მიიღო ივანიშვილის რეჟიმმა, ეს უკავშირდება პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ქვეყანაში, ეს უკავშირდება ანტიევროპული რიტორიკის და პროპაგანდის შეწყვეტას მართვალი გუნდისგან და ამასთან დაკავშირებით არის სრული კონსენსუსი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. ისევე როგორც იმასთან დაკავშირებით, რომ ერთადერთი ფორმატი, რომელშიც შეიძლება აღდგეს დღეს ივანიშვილის რეჟიმთან საუბარი, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ დიალოგი, ადამიანის უფლებების თემაზე დიალოგი. ვახსენეთ, ახლა არ მინდა რომ ძალიან შორს წავიდეთ, მაგრამ რადგან სიტყვამ მოიტანა, თქვენ გაქვთ პერსონალურად მაკა ბოჭორიშვილთან მუშაობის გამოცდილება, ხო, რამდენადაც მახსოვს, როდესაც თქვენ ელჩი იყავით, თქვენს აპარატში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მოქმედი მინისტრი. აი, მაშინ რა იყო, შეგიძლიათ გაიხსენოთ, რას ამბობდა და რას ფიქრობდა ბრიუსელის და ზოგადად დასავლელი პარტნიორების ქალბატონი ბოჭორიშვილი 8 წლის მანძილზე, რომელიც მან გაატარა უშუალოდ ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობით და მე ის დავაბრუნე მეორე ვადით, იმიტომ რომ იცით რომ 4 წელია დიპლომატების მუშაობის ვადა და მან თხოვა რომ სურდა დაბრუნება ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ სამუშაოდ და ქალბატონი ბოჭორიშვილი დაბრუნდა მათ შორის ჩემი რეკომენდაციით, იმიტომ რომ ის როგორც რიგითი დიპლომატი იყო საკმაოდ, ასე ვთქვათ, თავდადებული სწორედ ევროკავშირის დღის წესრიგის გარშემო. ანუ ის მუშაობდა მაგალითად ვიზა ლიბერალიზაციის თემაზე. ის მუშაობდა ასევე ევროპარლამენტთან
მათ შორის ძალიან აქტიურად ლობირებდა როგორც მაშინდელი დიპლომატი პოზიციებს, რომელსაც იცავდა მაშინდელი ხელისუფლება და იყო აბსოლუტურად პოლიტიკურად ლოიალური ასე ვთქვათ, ყველა იმ ღირებულების მიმართ, რაც შეეხება დასავლეთში ამ ქვეყნის ინტეგრაციას, რომელსაც ჩვენ ვატარებდით როგორც ასე ვთქვათ, დიპლომატიური წარმომადგენლობა. ამიტომ არის განსაკუთრებით სამწუხარო, რომ ადამიანები, რომლებმაც საკმაოდ დიდი ნაწილი მათი ცხოვრების და ის არ არის ერთადერთი, მართალია უკვე ყველა მე ვიტყოდი ღირსეულმა დიპლომატმა ფაქტიურად ან გააგდეს ისინი უკვე სამსახურიდან, ან თავისი ნებით წამოვიდნენ, მაგრამ რჩებიან ჯერ კიდევ ადამიანები, რომლებმაც ფაქტიურად გადაუსვეს ხაზი არა მხოლოდ იმ ღირებულებებს, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია იცავს, არამედ საკუთარ ბიოგრაფიასაც, როდესაც გადაწყვიტეს, რომ რუსეთის დავალებების შესრულებით იყვნენ დღეს დაკავებული, საბოტაჟს უწყობენ საქართველოს ევროპულ მომავალს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, როდესაც ძალიან კარგად იციან სხვათა შორის და მნიშვნელოვანი არის განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ქალბატონი კალასისგან, მე მგონი გუშინ გაკეთდა ეს განცხადება, რომ შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა 2030 წლამდე ახალი გაფართოვების სტალღა, ახალი ქვეყნების შეერთების ევროკავშირში და ეს ფანჯარა დაიხურება და ვინც დარჩება ამის მიღმა, დარჩება ამის მიღმა. სწორედ აი ამ ფანჯარაში შესაძლებლობების ისტორიული შესაძლებლობების გახსნილ ფანჯარაში გასვლის შანსს გვართმევს ჩვენ დღეს რუსეთი. ამას აკეთებს ივანიშვილის და მისი რეჟიმის ხელით, ამას აკეთებს კობახიძის ხელით, ბოჭორიშვილის ხელით, პაპუაშვილის ხელით, ყველა იმ ადამიანის ხელით, ვინც გადაწყვიტა, რომ ივანიშვილს ემსახუროს. და ამ შანსს ჩვენ კარგავთ შესაძლოა სამუდამოდ. ბოჭორიშვილის დაწინაურების და ვიცე-პრემიერად დანიშნვის გაწყვეტილება მიღებული, ეს იქნება კიდევ ერთი პოზიცია, რომელსაც ის შეუდგა ამ პოზიციაზე მუშაობას, იკავებს საგარეო საქმეთა მინისტრობის პარალელურად, როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, სახელმწიფოებრივად არის მნიშვნელოვანი მაკა ბოჭორიშვილისთვის ვიცე-პრემიერის სტატუსის მინიჭება, ვინაიდან გაძლიერდება მისი პოზიციები საერთაშორისო ურთიერთობებში. აი რას ამბობს ქართული ოცნება საგარეო საქმეთა მინისტრის დაწინაურებით თქვენი შეფასებით და მეორე როგორ ფიქრობთ, რა არის ის კონკრეტული საქმეები, რაც აი მთავრობის მეთაურის და ზოგადად აღმასრულებელი ხელისუფლების შეფასებით ჩაითვალა, რომ მაკა ბოჭორიშვილმა წარმატებით შეასრულა. მე ძალიან მარტივად ვიტყვი, გადაწყვეტილებებს საქართველოში მათ შორის საკადრო პოლიტიკასთან ჩემი აზრით არ იღებენ რუსების შესაბამისი კონსულტაციის გარეშე. ვფიქრობ, რომ ბოჭორიშვილის დაწინაურება უკავშირდება იმას, რომ მან წარმატებით გაართვა თავი რუსული დავალების შესრულება. საქართველოს დღეს აღარ არის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მყოფი ქვეყანა. არა, პუტინზე არ არის აქ საუბარი, პუტინი ხარ და წვრილმანდება იმისთვის, რომ კობახიძეს, ასე ვთქვათ, ის ტექნოლოგიები, რომლითაც დღეს საქართველოს იმართება, მათ შორის დემოკრატიის გაუქმების, რეპრესიული კანონმდებლობის მიღების და სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მიმართულებით, ეს არის აბსოლუტურად რუსული ტექნოლოგიები. მე ზუსტად ვერ გეტყვით, რა დონის წარმომადგენლობა არის რუსული, რომელიც მართავს ძალიან ახლოს, ასე ვთქვათ, უშუალო ჩარევით პროცესებს საქართველოში, მაგრამ მათ შორის დიახ, მათი ბეჭედი არის მნიშვნელოვანი იმასთან დაკავშირებით, ვინ ასრულებს კარგად დავალებას და ვინ არ ასრულებს და საქართველოს დღევანდელი, ასე ვთქვათ, ხელისუფლება და მათ შორის ადამიანი, რომელსაც დღეს ქვია საგარეო საქმეთა მინისტრი, ძალიან წარმატებით ახერხებს იმას, რომ საქართველოს მოაქცია იზოლაციაში, საქართველოს დაკარგა ევროკავშირში გაწევრიანების შანსი, რუსეთისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მე მინდა შეგახსენოთ ქალბატონი ზახაროვას განცხადება, რომელმაც ძალიან ღიად თქვა, რომ რუსეთს არ სურს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანდეს და ამ დავალებას დღეს წარმატებით ასრულებს ივანიშვილის რეჟიმი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით დაწინაურება ზოგადად, ასე ვთქვათ, ტაშის დაკვრას იმსახურებს ის ხალხი, ვინც წარმატებით ახორციელებს ივანიშვილის რეჟიმის დაკვეთას, რაც შეეხება საქართველოს ევროპული დღის წესრიგის გაუქმებას, ჩახსნას და ჩვენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო დაუცველ, კიდევ უფრო გაღარიბებულ მდგომარეობაში
დატოვებას და ამას ნამდვილად ძალიან წარმატებით ასრულებს ეს ხელისუფლება. კეთილი და ბოლო კითხვასაც დაგისვამთ ამ დაგმშვიდობებით, რადგან მაკა ბოჭორიშვილის დაწინაურება ვახსენეთ, აი მთლიანად მთავრობაში განხორციელებულ სხვა საკადრო ცვლილებებსაც შევეხოთ, მით უფრო რომ აი პარლამენტმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოზიციის შექმნას მხარი დაუჭირა, ეს თანამდებობა მთავრობის სტრუქტურაში უკვე ოფიციალურად შექმნილია და მამუკა მდინარაძე დღეიდან უკვე შეუდგა კიდეც შესაბამისი უფლებამოსილების შესრულებას. ამ გადაადგილებას როგორ უყურებთ ეს გითხარით, იყო თუ არა მთავრობის სტრუქტურაში მსგავსი პოსტის გაჩენის საჭიროება, იმიტომ რომ აი თავადი ირაკლი კობახიძის განცხადებით ყოველდღიურ რეჟიმში არის ასეულობით საკითხი შესაძლებელი, რასაც მარტო ის ვერ შეძლებს და ამიტომ სახელმწიფო მინისტრი ანუ მინისტრი სამინისტროს გარეშე არის საჭირო პოზიციაო აცხადებს ირაკლი კობახიძე. მე მგონი ჩემთვის ცოტათი სიმართლე ვიტყვით, აი სერიოზულად კომენტარიც კი მიჭირს, იმიტომ რომ გაუგებარი არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს სამინისტრო, არ ყავს აპარატი და არანაირი რესურსები არ აქვს, საერთოდ რა უნდა გააკეთოს, ვინც არ უნდა იყოს ის და განსაკუთრებით დინარაძის არ ვიცი რაღაცა გაქანების ადამიანმა, მე მგონია რომ სუსის ხელმძღვანელისა ესეთი ხშირი შეცვლა მას შემდეგ რაც დაიჭირეს ჯერ მოხსნეს და მერე დაიჭირეს ბიძინა ივანიშვილის სანდო კადრი, რომელიც მერე აღმოჩნდა რომ თურმე კორუმპირებული იყო და ხალხს ძარცვავდა, მაგრამ ის მრავალი წელიწადი როგორც ჩანს წარმატებით ართმევდა თავს იმ დავალებას, რომელიც ივანიშვილის მასზე ჰქონდა გაცემული. მე კარგად მახსოვს, როგორი მოწიწებით იყვნენ მის მიმართ განწყობილი. საერთოდ ძალიან აშკარა იყო, რომ ის იყო კონკრეტულად ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა მთელ მთავრობას. როგორც ჩანს, ისინი ვერ პოულობენ კადრს, რომელიც ჩაანაცვლებს მას და შესაბამისად ისე მართავს ამ სისტემას, როგორც ეს დღეს უნდა ივანიშვილს, ან არ ვიცი, როგორც ასე ვთქვათ, სწორად ესახება მას, იმიტომ რომ სხვა არაფრის თქმელი არ არის, მე მგონი უბრალოდ უხერხულია და სასაცილოდ ჩანს ძალიან, როდესაც მათ შორის ქართული ოცნების წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია დინარაძემ რაღაც პოსტზე და ამიტომ 6 თვეში მისი მოხსნა გახდა საჭირო და ასევე მგონია, რომ ეს რაღაცა აბსოლუტურად ხელოვნურად შექმნილი პოსტია, რომელიც მას მისცეს, სხვა შორის თავის დროზე ლილუაშვილსაც რაღაც მსგავს თავაზობდა, მე როგორც მახსოვს. შეიძლება მეშლება რაღაცა თუმცა როგორც ითქვა საბოლოო ჯამში თვითონ გრიგოლი ეს აჩვენებს კრიზისს, ჩემი აზრით სუსის ხელმძღვანელის კიდევ ერთხელ შეცვლა ეს აჩვენებს მართვის კრიზისს ამ რეჟიმის პირობებში, სადაც სუსს აქვს ძალიან სპეციფიკური და მნიშვნელოვანი ფუნქცია სისტემის მართვის თვალსაზრისით. ჩემთვის ეს არის სისტემური კრიზისის ნიშანი და სხვა არაფრის.